რა შევიძინე Carrefour-ში 391 ლარად. სხვათა შორის გავითვალისწინეთ თქვენი რჩევა და გამოსვლისას ყველა ფასი გადავამოწმე, რაც იყო აქციაში, მაგალითად საფენები, ასევე იყო ნატახტრის ლიმონადები, რასაც აქაც ჩანს, რომ ნამდვილად დააკლდა. და მადლობა რჩევისთვის, რომ შემდეგში საუბრობად დავუკვირდები ხოლმე. აბა დავჭირ. ხორის ხორცი, რომელიც სამწვანით გამოდგება, შაბათს ველოდები სტუმრებს და ამიტომ შესაბამისად მოკლედ შევიძინე ისეთი რაღაცები, რაც დამჭირდება, რომ მოვამზადო. ესეთი, ეს არის 2 კილო და 600. ეს პუდინგები, ვისაც ბრეკეტები გქონიათ, დარწმუნებული ვარ მიხვდებით, როდესაც მივდივართ კონსულტაციაზე, კორექციის დროს რამდენიმე დღეს საშინელებაა, როცა იჭმება ეს ბრეკეტები. მოკლედ, ძალიან რთული რაღაცების რეჭვა და მირთმევა და ამიტომ ეს რაღაცები ვთქვათ, ძალიან არ მომშვიდეს. ბლის მურაბა, თეთრი ბლის და ვაპირებ ამ დღეებში მოვამზადო კბილი ფლავი, ჩირეული რაღაცებით, ასევე კომშის მურაბა. ეს სამცალი ფუნდუშა, რომელსაც ვავსებთ ხოლმე სკოლაში, ბალისტვის. ასევე ჭარხალი, რომელსაც ვამზადებ მაიონეში, პანილები და მიდევს რეცეპტი და არის უგემრიელესი. ესეთი კიდევ იოგურტი, როგორც ყველავნიშნე, მარტივად მისართმევი. ეს დასალევი იოგურტი, სიმინდის კონსერვი. ჩემ გამომწერებმა უკვე კი იცით და ვინც ახლები ხართ, ძალიან მიყვარს გუდა და განსაკუთრებით ცხრის გუდა. Carrefour-ს არ ქონდა ადრე და ეხლა დაამატა. ეს არის ძის ლაბორატორიის და ყოველთვის აქვს ხოლმე სულ რამდენიმე და ესეთ პატარა შეკვებში. და მოკლედ რაც იყო, მე მგონი 4 ცალი იყო და წამოვიღე. ეს სამი არის და ესეთი სალიანი ძეხვით დაჭრილი. ასევე კინძი, 2 კონა დიდი, კარგი ისეთი ყვავილოვანი კინძი იყო და ძალიან ხდება კერძებს, ყვავილოვანი კინძი სხვანაირად მოსაძლევს. კამა, ბლინები ხორციანი, ერთი შეკვდა. წითელი ბულგარული 1 ცალი და ასევე მაგეთი ცალი მწვანე ბულგარულიც აქ სადღაც ნახავთ და სანამ დაიწყებთ კომენტარებში შესაძლოა პატარა ყვავილოვანი კომბოსტო თაიესთვის, რომელიც უკვე მყარკვებაზეა და მირთმევს პიურებს და რაღაცებს, სანამ დაიწყებთ კომენტარებში და დაიღლით თავს იმის ფიქრით, რატო ერთი ბულგარული, თითო ბულგარული წინახარ წლის ვიდეოზე იყოს სამხარი კომენტარები, იმიტომ რომ მეტი არ მჭირდება სალათისთვის. ასე რომ უკვე პასუხი გაგეცით, სანამ წინასწარ დაიწყებთ ამაზე წერას. ესეთი პატარა კექსები 2 ცალი, ძალიან გემრიელია. ასევე ეს შოკოლადი, კიშმიშები, ოქროსფერი და შედარებით მუქი. წითელი ხახვი, ყაბატი, რომელსაც ასევე მოვამზადებ შაბათისთვის, ძალიან გემრიელად მაიონეში და არის უგემრიელესი, ამის რეცეპტიც მიდევს და ცადეთ აუცილებლად. ქათმის ფილე გაყინული, რომელიც მეორეც მაქვს, არის აქ სადღაც, ახალი ნიორი, რეჰანი, ქათამი, მეორე ქათმის ფილე, ესენი კილოიანებია.